მხოლოდ ერთ რეგიონში, რაჭაში, 31 ახალი ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. რამდენიმე მათ შორის ისეთი ხეობაა, როგორც არის რიცეულას ხეობა, საკაოს ხეობა, ერთ მდინარეზე 4-5 ჰესის მშენებლობა იგეგმება და გამოდის, რომ აი ამ სადერივაციო მილსადენებში უნდა მოაქციონ მდინარე არა 2-3-4 კილომეტრზე, არამედ ბევრად გრძელ მანძილზე. განსაკუთრებით რაჭაში რეგიონის ბუნებრივ რესურსებს მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ან მათთან დაკავშირებული გავლენიანი ფიგურები ინაწილებენ. მდინარე რიცეულას ხეობაში 2 ჰესი უკვე არსებობს, მესამე არის ფაჩულიას ჰესი უნდა აშენდეს და კიდევ მეოთხე ჰესი ემატება იქვე სადმელი 2 ჰესი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატს გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის ეს პროექტი. ანუ ამ ხეობაში 4 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. უკვე არსებულ ჰესებს, რიცეულა ჰეს და რაჭა ჰეს, რომელიც ეკუთვნის პარლამენტის ყოფილ წევრს დავით ბეჟუაშვილს ასევე. ეს ორივე ჰესიც ამ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის საკუთრებაშია. ფაქტობრივად ზამთრის თვეებში გამომუშავება არა აქვს. არჩილ გაჩეჩილაძე, ეს გახლავთ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, რომელიც 2 ჰესის მშენებლობით არის დაინტერესებული ასევე რაჭაში, საკაოს ხეობაში, რასაც ვამბობდი და კიდევ რიონზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭეკაიძე და მისივე სეხნია, ასევე ალექსანდრე ჭეკაიძე, რომელიც გახლავთ რუსეთის კრასნოდარის ოლქის ცირკის დირექტორი ალექსანდრ მამუკოვიჩ ჭეკაიძე, ერთად აკეთებენ ჭიდოლა ჰეს, ასევე საკაოს ხეობაში სოფელ ხიდეშლების ზემოთ, ისევ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს ეკუთვნით მაჟიეთი ჰესი, ამავე ხეობაში მამაშვილი ბიჭაშვილების პროექტია, ერთი ყოფილი დეპუტატია, მეორე გახლავთ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის ყოფილი დირექტორი, ჭიორა ჰესი, რომელიც 1 წელიწადზე მეტია, რაც უკვე ექსპლუატაციაშია ოფიციალურად შესული და ასევე ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს სულხან პაპაშვილს და გივი გიგინეიშვილს, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი გიგინეიშვილის ძმა, სონღულაშვილები თვითონ ეხლა ქართული ოცნების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვინც არის დავით სონღულაშვილი, მისი ოჯახის წევრები, ძმა და მამა აშენებენ რაჭის მეზობლად ქვემო სვანეთში მელე ჰეს, ლუჯი ჰეს, ცხენისწყალი 1, ცხენისწყალი 2, ცხენისწყალი 3 ჰეს, მხოლოდ ამ ცხენისწყლის 3 ჰესისთვის 15 კილომეტრიან გვირაბში აქცევენ მდინარეს. და ასე შემდეგ, ანუ მთელი ეს ჰესები არის დაკავშირებული ყოფილი და მაღალი თანამდებობის პირებთან. კიდევ ერთ სიტყვი, უჩა მამაცაშვილის ცოლისმა, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი, მათი ნათესავი, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმა, კოკა კოკოლაშვილი. 22 ჰესს აშენებს, 22 ჰესის მშენებლობაზე აქვს მიღებული სამთავრობო კონტრაქტი.